აკაკი ქევხიშვილი შეიძლება ითქვას, რომ არის ამ საქმის მთავარი ფიგურანტი, პირი, რომელიც გამოძიების და მასალების თანახმად არაფორმალურად მართავდა ამ სქემას AK ჯგუფს და შესაბამისად არის კოლ-ცენტრის მთავარი შემოქმედი და შესაბამისად კითხვები არსებობს სწორედ ქევხიშვილთან დაკავშირებით. მოულოდნელად გასულ წელს სწორედ მისი დედის სახელზე გაჩნდა 2 მილიონზე მეტის ქონება, მაშინ როდესაც პრესის თანახმადაც მანამდე არაფერი არ გააჩნდა. შესაბამისად ჩვენ სწორედ მზევინარ კურტანიძესთან, აკაკი ქევხიშვილის დედასთან ვცადეთ გადამოწმება, როგორ მოახერხეს ამ ქონების ყიდვა და აკაკი ქევხიშვილის კოლ-ცენტრიდან გამომუშავებული ფულის დამსახურება არის თუ არა მისი ოჯახის უეცარი გამდიდრება. ის უარყოფს მისი შვილის შესახებ ბრალდებებს კოლ-ცენტრების სქემაში მონაწილეობასთან და მის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, თუმცა არ აქვს კითხვაზე პასუხი, როგორ მოახერხა მოულოდნელად 2 მილიონის ქონების, მათ შორის კერძო საცხოვრებელი სახლის შეძენა და ჩვენი კითხვების შემდეგ უკვე აკაკი ქევხიშვილის დედამ ტელეფონი გაგვიჩა. ქალბატონო მზევინარ, თქვენი შვილის კოლ-ცენტრებზე მაინტერესებთ. 2 მილიონის ქონება აკაკის ფულის წყალობით მოახერხეთ, რომ შეგეძინათ? მე ჟურნალისტი ვარ, აკაკი ქევხიშვილის კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გირეკავთ. თქვენ შეიძინეთ 2 მილიონის ქონება. არანაირი კოლ-ცენტრი არ აქვს და ცილისამებას თავს უარ დაანებებთ, სასამართლოში გიჩვენებთ. 2 მილიონის ქონება როგორ შეიძინეთ, ქალბატონო მზევინარ, იქამდე არაფერი იყო თქვენს სახელზე. 30-ზე მეტმა მედია საშუალებამ ერთობლივად გამოიძია სქემა, რომელიც უკვე წლები არაც საქართველოში მუშაობს, მათ შორის გამომძიებელი ჟურნალისტები საქართველოდან იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, სტუდია მონიტორი, აიფაქტი, ფლანგვის დეტექტორი. მათ მიიღეს შიდა მასალა, მათ შორის მიმოწერები, რომელიც ასახავდა დანაშაულს და სქემას, რომლითაც 35 მილიონი დოლარის წართმევა მოახერხეს ერთი კოლ-ცენტრის საშუალებით ამერიკელი, კანადელი და ევროპელი პენსიონერებისთვის და თბილისში მუშაობდა მინიმუმ 3 ოფისი, როგორც ჯირკვევა ამ გამოძიებით. ახლა არსებობს მთავარი კითხვები. ჩვენ ვიცით აკაკი ქევხიშვილის შესახებ, რომელიც კოლ-ცენტრის არაფორმალურ მმართველად სახელდება და მერი შოთაძის შესახებ, რომელიც ფლობს AK ჯგუფს ოფიციალურად, თუმცა ასევე არსებობს ეჭვი, რომ რეალურად ამ სქემას მფარველობს ვიღაც და შესაბამისად გამოძიება მფარველობასთან დაკავშირებით უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. სქემა იმგვარად აწყობილი, რომ გადარიცხვით ვერასოდეს მიაკვლიო კომპანიას. თქვათ, ირიცხება რაღაც შექმნილ კომპანიაზე, მერე კიდევ იქიდან ირიცხება სხვა კომპანიაზე და საბოლოო ჯამში დოკუმენტებიდან როგორც ირკვევა, ამ კონკრეტული კოლ-ცენტრის ხელმძღვანელ პირებს თანხა გამოქონდათ ქეშის სახით. რამდენიმე დაზარალებულმა შეიტანა განაცხადი პროკურატურაში, შვედეთის მოქალაქეებმა შეიტანეს განაცხადი და მაშინ დაიწყო პროკურატურამ მოკვლევა. არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაახლოებით 500 მეტრში მუშაობდა ამ კოლ-ცენტრის AK ჯგუფის ერთ-ერთი ოფისი, ძირითადი ოფისი. და აქედან ადამიანები სულ მცირე 3 წლის განმავლობაში რეკავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ხალხს მოტყუებით ძალავდნენ ფულს. როდესაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ჩნდება კითხვა, ვინ არის კონკრეტულად ამ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც გამოავლინეთ, მაგრამ ვინ დგას მის უკან, იმიტომ რომ ძალიან საეჭვოა, ესე ვთქვათ, გავლენიანი მფარველების გარეშე ასეთი ბიზნესის წარმოება.
საქმის მთავარი ფიგურანტის აკაკი ქევხიშვილის დედის სახელზე ამ დრომდე რჩება 2 მილიონზე მეტის ქონება. ჩვენ გადავამოწმეთ და ეს ქონებები არ არის დაყადაღებული. პროკურატურასთან გვქონდა რამდენიმე კითხვა. რა ეტაპზეა AKH Group-თან კოლ-ცენტრების საქმეზე დაწყებული გამოძიება? გამოიკითხა თუ არა ვინ არის გამოკითხული, ასევე არის თუ არა უკვე დაკავებული საქმის რომელიმე ფიგურანტი? პროკურატურისგან მივიღეთ მოკლე პასუხი, მხოლოდ რომ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.